თანხა გადაირიცხოს, წარმომადგენელი ამ საბჭოსი იქნება. რაგბის დაფინანსება 11 მილიონი ლარიდან 33 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ლევან ყიფიანი ამბობს, რომ გაზრდილი თანხა საკლუბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დაფინანსებასა და პირველი ლიგის გუნდებისთვის საპრემიერო თანხების გამოყოფას მოხმარდება. ამასთან სპორტის მინისტრის თქმით, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში მოედნების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც სახელმწიფო ასევე იღებს მონაწილეობას, აქტიურ მონაწილეობას სპორტის განვითარებაში და მე ვფიქრობ, რაგბისთვის ეს მეტად მნიშვნელოვანი წინადადგმული ნაბიჯი. ეს არის ის პრიორიტეტები, პირველ რიგში ეს არის საკლუბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გაჯანსაღება, საპრემიერო ფონდის დაწესება და ასევე რაც სიახლე გახლავთ, ეს არის უკვე პირველი ლიგის გუნდებისთვის საპრემიერო თანხების გამოყოფა, ასევე ბავშვთა ასაკობრივი ნაკრებების და ჩემპიონატების გაძლიერება.